თუ თქვენ პირველად იღებავთ თმას, ან სულ ცოტა სამი თვე გავიდა ბოლო შეღებვიდან, მაშინ მიჰყევით შემდეგ ინსტრუქციას. დაყავით თქვენი თმა რამდენიმე ნაწილად და დაიმაგრეთ თითოეული მათგანი პლასმასის სამაგრებით. თანაბრად გადაანაწილეთ საღებავი, პირველ რიგში ძირებზე. შემდეგ კი მაშინვე წაისვით მთელ სიგრძეზე. გელ-კრემი გაამარტივებს პროდუქტის დაყოფას და ის იოლად დადნება თქვენს თმაზე. დარჩენილი თმის შესაღებად გამოიყენეთ ბოთლი და თითები, ან შესაღები ფუნჯი ჰეარიქსი. დაიწყეთ წინიდან და მიჰყევით კეფისკენ. აიღეთ მცირე მონაკვეთები, სანამ მთელ თმას არ დაფარავთ. გამოიყენეთ ხელის სარკე, რათა შეამოწმოთ მთელს თმაზე გადაანაწილეთ თუ არა საღებავი. შესაღებად გაიჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. თუ თქვენი თმა ძნელად იღებება, ან ბევრი ჭაღარა გაქვთ, გაიჩერეთ 35 წუთით. არიდარდოთ, თუ საღებავი შეღებვისას გამოგვდება. ეს პროცესის ნაწილია და იმის მანიშნებელია, რომ ფერი იცვლება. დროის გასვლის შემდეგ თმას დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი და ნაზად იმასაჟეთ პროდუქტის ემულსიად გადასაქცევად. შემდეგ მთლიანად ჩამოიბანეთ თბილი წყლით, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება და პირსახოცით კარგად გაიმშრალეთ თმა. თანაბრად გადაანაწილეთ შეღებვის შემდგომი საშუალებები მთელ სიგრძეზე და ნაზად იმასაჟეთ. გამოიყენეთ თითები ან ფართო კბილებიანი სავარცხელი გრძელი თმის შემთხვევაში, რათა არ აიბურდოს ის, სანამ საშუალებები ჯერ კიდევ თმაზეა. გაიჩერეთ თმაზე 2-დან 3 წუთამდე და ჩამოიბანეთ მთლიანად ოდნავ თბილი წყლით. ეს მნიშვნელოვანია ფერის ხანგრძლივობისთვის, მის დასაცავად და ხალისიანი, მბზინავი იერის შესანარჩუნებლად. ფერის გახუნების თავიდან ასაცილებლად და ულტრაიისფერი რადიაციისგან დასაცავად გამოიყენეთ ფერის დამცავი ხაზი სერიიდან ჰეარიქსს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ყოველდღიურად.